47 წელია პატრიარქი რა ჩვენს დედა ეკლესიას ემსახურება 47 წელია წარმოიდგინეთ გუშინ დედა ალექსანდრეს ვესაუბრებოდი ვინც პატრიარქს ემსახურება წლები არის უკვე პატრიარქის ეპისკოპოსობი და მოყოლებული დღემდე პატრიარქთან მსახურობს და გუშინ საუბრობდა გუშინ დედაო მეუბნებოდა ესეთ რამეს რომ მამაო არ ვიცი რომ რა ხდებაო მართლა საოცება ვერ გავიგებთ იმ დღესო ჯვრის მონასტერში ვიყავითო წინა დღეებში საერთოდ ვერც ლაპარაკობდა ვერც ვერაფერი ისე იყო თავის და უცებ დილით ამოსვე მივიდივარ სანაბაში და ვილოცო უცებ ესე გავიდა წავიდა ილოცა აი არო ეს ფიზიკური სხეულით როგორ აი რა ხდება ფიზიკურად ვერ გავიგებ და ზუსტად რას ხდება იცით ზუსტად აი ღმერთი როგორია წარმოიდგინე რომ აი ჩვენს უძლურებაში ღმერთი რო არის ძლიერი ამ აი პატრიარქის ცხოვრებაში ჩანს რომ პატრიარქი თვითონ კი აღარ მოქმედებს ღმერთი მოქმედებს მისით ყველა ვნახეთ გიორგობას ადამიანი უკვე რომელიც ვეღარ საუბრობს ხოლმე ზოგჯერ წარმოიდგინე გიორგობას მივიდა ეკლესიაში პატრიარქის ნათლობის დასალოცად მივიდა ეკლესიაში გიორგობას ეკლესიაში ანალოგია მოითხოვ რომ დამდგარიყო და ისე ეკადაგა ანუ აი ბოლომდე როგორ იხარჯება ეს ადამიანი აი ბოლომდე როგორ უნდა რომ ქრისტესთვის დაიხარჯოს ბოლომდე რო არის აი ეს შინაგანი შემართება რო აქვს და უბრალოდ ეს ფიზიკურმა სხეულმა აღარ გაუშვა ვეღარ დადგა ანალოგიაზე ანუ ესე სკამიდან ქადაგება კი არ უნდა დადგომა უნდა ესე უნდა ეკადაგა და მე რო არ მიეცა ამის საშუალება დაჯდა იქადაგა რამდენი ხანი ყველას გახსოვს ეს ქადაგება მისი და მე იგალობა აი ეს არის აი თავგანწირვა როგორ აი ადამიანს როგორ უნდა ბოლომდე რომ საკუთარი თავი ღმერთს მიუძღას და პატრიარქი ამ მდგომარეობამდე ესე მარტივად კი არ მისულა პატრიარქი მივიდა დიდი წვალებით წაიქცა ადგა ცოდვაში ჩავარდა მე წამოდგა ეს და თელი ამ ბრძოლით მივიდა აქამდე უწმინდესი და აი პატრიარქის იმაზე პირდაპირ ჩანს ღვთის მადლი და ღმერთის შეხება აი ღმერთი როგორ მოქმედებს ადამიანებზე როგორ მოქმედებს ღმერთი და ამიტომ ჩვენ ქრისტიანებმა ვინც თვლით რომ პატრიარქის ნათლულები არის 47 კაცია ხო წესით ახლა ყველანი უნდა დავირაზმოთ ყველანი ერთად და 25-ში უნდა ვიყოთ სამებაში წირვაზე ყველანი უნდა ავიდეთ ერთად რომ ჩვენი ეს დამოკიდებულება პატრიარქი ხო იხარჯება ჩვენთვის ესე წარმოიდგინე პატრიარქის ნათლობაზე რომ მოვიდა თვითონ უნდა და ყველა დაელოც ანუ თვითონ როგორაა ჩვენს მიმართ აი განწყობილო ჩვენ მიმართ ბოლომდე დაიხარჯოს და ერთი წამითაც ეს არ მოაქვს საკუთარ თავს და ჩვენ ერთადერთი რამე შეგვიძლია მივიდეთ მის წირვაზე და ღმერთს ვთხოვოთ ღმერთს მისთვის იმ წირვაზე დავდგეთ და ვიმსახუროთ მისთვის და ღმერთმა შეგვაძლებინოს ყველას ეს ღმერთმა დაგლოცოთ ღმერთმა გაგახაროთ და ის კურთხება წყალობა და სიკეთე მადლი ღმერთმა არ მოგაკლოთ ამინ